ეს არის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან გაკეთებული ძალიან მკაფიო განაცხადი, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორი არხი, რომელიც აფილირებულია ქართული ოცნების ბოროტმოქმედ რეჟიმთან, არის ამავე დროს ღიად ჩართული რუსეთის სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელებაში და მონაწილეობენ იმ ჰიბრიდულ ომში, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ფაშისტური ფედერაცია, არა მარტო უკრაინის, არამედ სრულიად ცივილიზებული თანამეგობრობის და დასავლეთ ჰემისფეროს წინააღმდეგ. ამ სიაში მოხვედრა არის სწორედ იმისი დასტური, როგორც იმედი, ასევე პოზიტივი მონაწილეობენ რუსულ გავლენის სპეცოპერაციაში, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელ ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს ემსახურება სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მასშტაბით. მე ვფიქრობ, ისინი ბევრად უფრო ადრეც უნდა დაესანქცირებინათ, მაგრამ მივესალმები ახლა მათ დასანქცირებას, რაც არის ძალიან მკაფიო გზავნილი ამავე დროს ყველა სხვადასხვა მხარისთვის, ვინც არის კვლავაც აფილირებული ამ რეჟიმთან, რომ ისინიც გაიზიარებენ იგივე ბედს. გაერთიანებული სამეფო, ევროპული კავშირის სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები დგანან და იდგებიან მყარად იმ ცივილიზაციურ მონაპოვრის დაცვის სამსახურში, რასაც წარმოადგენს თანამედროვე პროგრესული ღირებულებები, მშვიდობა, კეთილდღეობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ანუ ყველაფერი, რასაც ქართული ოცნების რეჟიმი და მისი მარიონეტები ხელაღებით უარყოფენ.